არ და ვერ მოგიყვებით. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე რადიო იმედზე მოროშკინას პოდკასტიდან შეიტყობთ. პოლიტიკა, ტურიზმი, სამართალი, ეკონომიკა, სპორტი, ამ ქვეყნიური და ცოტა იმ ქვეყნიური ამბებიც. თავარია გემრიელად მოკალათდით სავარძელში, არ დაგეძინოთ საჭესთან და მოემზადეთ ექსკლუზივისთვის მოროშკინას პოდკასტში. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე მოროშკინას პოდკასტი რადიო იმედზე. გადაცემის წარმოდგენია ზოდიაქო სიგნალი, ხინკლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი 551 52 37 10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამინდი, ესე იგი თავისებურად მოიქცა და პრაქტიკულად თოლშია გახვეული მთელი საქართველო და მოგიწოდებთ, ვინც ახლა რულთან ხართ, ფრთხილად იყავით, ფრთხილად იმგზავრეთ, არსად არ უნდა გეჩქარებოდეთ, იმიტომ რომ ბუნების წინააღმდეგ მაინც ვერ წავალთ. დღეს ძალიან საინტერესო დღეა და არანაირად ქილიკით არ მინდა ამაზე საუბარი. 3 წელი გავიდა, რაც ის საზარელი ომი დაიწყო. საზარელი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველამ გამოაჩინა თავის თავი და ძალიან ბევრი სულელი ადამიანი, რომელიც ოდესღაც ვიღაცას ჭკვიანი ეგონა, თვით ლუსტრაციით დაკავდა. ცოტანი ვიყავით, ვინც ამბობდა, რომ ეს ომი დამანგრეველი და დამღუპველი იქნება და ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე საუბრობდა, გოგა ხაინდრავა, რეჟისორი, რომლის ფილმების ნახვაც შეგიძლიათ სატელევიზიო გადაცემების შემდეგ იმედის ეთერში და მე ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო ადრე გადიოდეს ეს ფილმები, იმიტომ რომ მინდა რომ ყველამ ნახოს და არა გადაღლილზე და არა უკვე დილის პირულის სახით, არამედ არა, როდესაც საღგონებაზე ხართ, რომ გაიხსენოთ თუ რა იყო რეჟიმი და თუ არა გოგა ვინ ასახავდა ეს რეალისტურად ყველაფერს და ფაქტებით გამაგრებულია თითოეული სცენა, რომელიც ამ ფილმებშია წარმოდგენილი. გოგა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მე და შენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამიტომ ფამილიარობაში არ ჩამიცვლი, რომ შენობით მოგმართო. 3 წელი გავიდა, 3 საზარელი წელი. რასთან გვაქვს საქმე? პირველ რიგში დიდი მადლობა მოპატეჟებისთვის და თბილი სიტყვებისთვის, რაც ჩვენ თქვი ფილმებთან დაკავშირებით, მინდა დავადასტურო, რომ არც ერთი სცენა ამ ფილმში არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის ყველაფერი რეალობა, ეს არის კონკრეტული ადამიანების ბედი, უბრალოდ ბედის წერა. ძიმე ძალიან, რა თქმა უნდა, ეხა კინოს თავისებურება აქვს და შეიძლება იქ რაღაცეები ჩვენს მიერ არის, ვთქვათ, რაღაცნაირად. ხო, მხატვრული ელემენტი. წარმოდგენილი, მაგრამ ყველაფერი რეალურ ფაქტებს და მეც ვისურვებდი განსაკუთრებით მინდა რომ აი ევროპის მცველებს რო ეძახიან თავის თავს, იმათმა ნახონ, ვის იცავენ, რას იცავენ და ვისთან ერთად განან და ეს ღაპრები იმის შესახებ, რომ იქ პოლიტიკოსები არ არიან. ამას არავინ არ დაიჯერებს, ჩვენ ყველამ ხედავთ, ვიცით ვინ აფინანსებს, ორგანიზებას ვინ უკეთებს ამ თვითორგანიზებულ თითქოს პროტესტს, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია და რა თანხა დაჯდა ეს ვიცით ჩვენს უყველამ და ალბათ მთლიანად ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ მინდა შევთავაზო მათ ადრეც უთხარი, რომ მე მზათა ვარ ნებისმიერ ადგილას მივიდე ეს ფილმი ვაჩვენო და მე ვისაუბროთ. ნებისმიერი პოლიტიკა გავმართოთ ევროპაზე, საქართველოზე, წარსულზე, აწყვეზე და მომავალზე, რა არის წამება, რა არის არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად არაადამიანური მოპყრობა და არა ის რაც ახლა ხდება. მე მინდა გითხრა, ის რაც გლდანის ციხეში ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს არც ფაშისტებს არ გაუკეთებიათ და არც ბოლშევიკებს არ გაუკეთებიათ თავის ბანაკებში. ხალხს წვავდნენ ცოცხლად, რა ფაშისტები და ეს მინდა რომ გერმანიის სახსოვდეს საერთოდ თუ ჩვენ ეს გვახსოვს კარგად რა, როდესაც ენა გადმოგდებული 2 მეტრიანი და თვითონ არის რას ლაპარაკობს, ასე რომ გაიხსენოს რა, ვის წარმოადგენს. და თალკე თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია და ის რაც ვთქვათ, ის ტრაგედია, ის უბედურება, რაც თავს დაატყდა უკრაინას და რაც თავს დაატეხა ამ ბოროტმა მასხარამ, იმიტომ ძალიან კარგად იცოდა რა მოხდებოდა. ფილმში ხო ჩანდა გოგა ყველაფერი აბსოლუტურად. არა, მაგას ნათელი იყო, ესე იგი, ყველა ვინც არასერიოზულად ბისმარკი იძახდა ჯერ კიდე რუსეთზე და მთელი 1000 წელია რუსეთის გვერდზე ცხოვრობს ჩვენ და ძალიან კარგად ვიცით, 3 საუკუნეა რუსეთი საქართველოს ოკუპაციით იწყებს. ეს იყო 801 წელს, როდესაც გააუქმა საქართველოს სამეფო და ვთქვათ თავისი ორგუბერნიათ აქცია საქართველო, მერე ეს იყო 1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა და გააუქმა დამოუკიდებელი სუვერენული საქართველო და 2008 წელს, როდესაც დღემდე ვიმკით, ასე ვთქვათ, იმ
ოკუპაციის შედეგს და აგერ 25 კილომეტრში თბილისიდან რუსული ჯარი დგას. ამიტომ ჩვენ უგვასწავლიან ვინ არის რუსეთი. მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც არსებობს დაგროვილია მსოფლიოში, ევროპაში და ვთქვათ ისე ბისმარკს ვახსენებ, რომელიც აფრთხილებდა ყოველთვის თავის თანამემამულებს და ევროპას, რომ ფრთხილად იყავით, ეს არის მძიმე დათვინს ნუ გამოიყვანთ ტყიდანო. ხო, რო იცი რომ ასეთი აგრესიული მეზობელი ყავს, ხარ უკაფუნა. ფრანგებსაც უნდა ახსოვდეთ რა, ის ბისტრო საიდან გაჩნდა პარიზში, ყველას კარგად ვიცით, ხო? ბისტრას იძახდნენ რუსი ჯარისკაცები, ღვინო რო დაელიათ, ხო? ამიტომ ამის ყველაფერს გათვალისწინებით აბსოლუტურად ნათელი იყო, როდესაც პუტინმა გააგზავნა ულტიმატუმი ფაქტიურად მთელ მსოფლიოს გასაგონად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს გაეროს გაუგზავნა ულტიმატუმი და თქვა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ნატოში გაერთიანებას ისევე როგორც საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ საზღვარი რუსეთის და რუსეთი არ დაუშვებდა ამას და ეს პირდაპირ განაცხადა. ეს დასაწყისში მოლაპარაკების თემა იყო, მერე იყო ულტიმატუმი, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ სამხედრო მოქმედებებს დავიწყებ. ხო, მაგრამ ბუფერული ზონა გჭირდება. არა, ბუფერული ზონა კი არა, იმიტომ რომ ნუ ეხა მისი საზღვარია, ხო, პირდაპირ კარგია, ცუდია პუტინი ვინ არის, გილაპარაკონ, აი მე რა ქვია ეს. ჟურნალისტები რო ყო ჟზე ჩვენ რა, იმათ მაგანსა, ყველამ კარგად ვიცით ვინ არის და რა არის, ხო? სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ არც აფრანგეთი, არც გერმანია და არც თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები ისინი არ არიან, რა ქვია, ბატკნები რა. 65 ომი არის დაწყებული მეორე მსოფლიო ომის მერე მსოფლიოში, აფრიკაში რას ჩადიან. ეხაც რაღაც ძალიან ძიმე პროცესია დაწყებული. ხო, არა, საერთოდ ეს ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა კეთილშობილია და რაღაცა ისეთი ის იმპერია რა აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეხლა რაღაცა ეს დაინგრა მთლიანად, ეს ისენი რო იყო რაღაცა მოგონილი მითები დემოკრატიის შესახებ და ყველანი ვხედავთ, ხო, რად გადაიქცა ეს დემოკრატია და ის მაკრონსაც მინდა გავახსენო ამ იმაზე რომ ლაპარაკობს, რა ქვია, რა ხდება უკრაინაში, მე გავახსენებ აფრიკაში რა ხდება და მის სამხედროები რა შეადიან იქა, ხო, და სხვებს, მაგაში არ არის საქმე. რეალურად უნდა შეხედო ვითარებას, თუ არ გინდა ის კატასტროფა დაგემართოს, რა კატასტროფაც უკრაინას დაემართა. და ეს აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ეს იყო პირდაპირ ულტიმატუმი. ამიტომ გასაგები იყო, რომ ეს აუცილებლად დაიწყებოდა. სხვა საქმეა, რომ ეს შეშინებული, ეს ჩასვრილი ევროპა, რომელიც დღეს ჩამოიქცა, თქვა, ამ თავის ევროკავშირიან დედიან ბუდიანა და ვხედავთ ყველაფერი რა ხდება და როგორ ხდება, ამოეფარა უკრაინას. ეს არის ცალსახა, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ამოეფარა. 3 წლის განმავლობაში არც ერთი ადამიანი, სანამ ტრამპი არ მოვიდა ხელისუფლების სათავეში ამერიკაში, არ უხსენებია სიტყვა მშვიდობა. იარაღი და მილიონამდე დახოცილი ყავს და ასე ვთქვათ დასახიჩრებული უამრავი კიდე უკრაინას და ათეულობით მილიონი გადაადგილებული და უკრაინა განადგურებული და მიწასთან გასული მიუხედავად ამისა. იარაღი უკრაინა გაიმარჯვებს, ეს აბსოლუტური ტოტალური ტყვილი, სამარცხვინო ტყვილი. აი ამ ქვეყანაში რა, იმაზე რომ მოაქვთ თავი ევროპელობაზე და რაღაცა იქ განათლებულობაზე და იმ ჰუმანიზმზე, ხო? იტყუებოდნენ მწარე და სულ მაგას ვიძახდი, რატო იტყუებით? ყველაფერს თავანებოდ რუკას ხო შეგვიძლია რომ შევხედოთ, ხო? რუკაზე ხო ჩან, სად იყვნენ, სად არიან? რატუნა მაგას ეხა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ არა პათოლოგიური სიცრუეზე იდგა ეს სოფლიო, იმიტომაც ჩამოიქცა, ხო? ეხა გველაპარაკებიან სამშვიდობო პროცესზე. სამშვიდობო პროცესი სტამბულში იყო, რეალურად საბუთები იყო გამზადებული და ხელმოსაწერად ზათ ამაზე თვითონ ეს უკრაინელები ლაპარაკობდნენ. ჯონსონმა გააჩერა. დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი გაიაგერ, ეხლა წავიკითხე სანამ შემოვიდოდი, ლაპარაკობს, რომ ტყილიაო, რომ ევროპაო, თუ დასავლეთიო საქართველოს ომისკენ უბიძგებდაო და ის ტყილია, რომ ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მზად იყო, არახამია, სხვათა შორის ვერაფრით ვერ დასწამებს საქართველოს სიყვარულს მაგას, ხო? არახამიამ განაცხადა პირდაპირ, რომ ჯონსონმა ჩაშალაო. სად არის ჯონსონი? იმეილს ვეკითხები ბრიტანეთის ელს. სად არის ჯონსონი? სად არის არახამია? ხო, მაგაზე ხო და მაგას ვიძახი, ეს ტყილები ადრე თუ არ არის დაფარული, რო არ გაცხადეს, ლუკას სახარებაში წერია და მთელი ცხოვრება ამას ადასტურებს, რომ ნუ ეხლა სახარებაში რა წერია, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად აღწევ. და მაგას ვიძახი მე, ხო? ეკო ყველამ კარგად ვიცით. ეს ხო ნათელი იყო მაშინვე,
ეხლა მე არც გულთმისანი ვარ, წინასწარ მეტყველი, რასაც უყურებდი, იმას ვლაპარაკობდი, განსხვავებით იმათგან, ვინც ატყუებდა საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებას. და რატო ატყუებდა? იმიტომ რომ ამოცანა იყო საქართველოს ჩართვა კურსკში, რაც მოხდა, ეს იყო იმიტომ რომ საქართველოში ვერ მოხერხდა. დნესტრისპირეთიდანაც იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ მოლდოვას ჯარი არ აყავს. პრაქტიკულად ჯარი არ აყავს, ამიტომ ასე ვთქვათ, იქიდან რაიმე სახის საფრთხე, ხა საქართველოს მაგარი ჯარი ყავს, ხა შეიძლება მცირე რიცხოვანი, მაგრამ მარტო ავღანეთის ოპერაციაში 20,000 კაცზე მეტი ნამყოფი. და ამერიკელი სამხედროები, ვისთან დაიწყეს ჩვენებმა თურქებთან, მერე იყვნენ გერმანელებთან, მერე იყვნენ ამერიკული თქვა ჯგუფი არ გადიოდა თქვა ოპერაციაზე თუ ქართველები არის ეს თვითონ მაგას ლაპარაკობდნენ თვითონ სამხედროები ამიტომ რა თქმა უნდა თქვა სიძლიერით გამოცდილებით და ალღოთი და ვაფშე ისტორიული გამოცდილებით ქართველი ჯარისკაცები არიან ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ამიტომ ბუნებრივია რომ ნატომ ძალიან კარგად იცოდა რა სამხედროები ყავს საქართველოს და თქვა რა შეერაღება გვაქვს და რა შეგვიძლია ხო ამიტომ ბუნებრივია რომ ყველანაირად ეცადნენ რომ საქართველოს ჩაერთოთ ამ ომში რა იმიტომ არის ეს აინახე რა იმის საცულებიდან არიან ამომხდარი მართალია დღეს ცოტა უკვე დაუკლეს იმიტომ რომ გონიერი კაცი მოვიდა ხელისუფლების სათავეში მაგრამ აქ რა ისტერიკაა შეხედე რას ეძახიან ტრამპს ხო დემენცია აქვს ბაიდენის შემხედვარე ტრამპზე რანაირად იძახი დემენცია აქვს დემენცია თუ იმას ჰქონდა ბაიდენს ჰქონდა და სულ მაგას ვკითხულობი მთელი ამ წლების განმავლობაში რომ ვინ მართავს ამერიკას ბაიდენი საკუთარ თავს ვერ მართავდა თავის სოლის სახელი ეშლებოდა დის სახელში და ეხლა როგორ შევინმე დაამაჯერებს და ნახე რომ დღეს რომ ვგებულობთ თქვათ რაც ხდებოდა ეხლა როცა deep state-ს ამბობდნენ რომ არა გეჩვენებათ რა სისულელეა ეს აბსოლუტური გარყვნილება აბსოლუტური კორუფცია ეს აი ჩამოლპა მთლიანად ეს establishment პოლიტიკური როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატებს გულისხმობ ისევე ევროკავშირში კაია კალასის ქმარი ნუ აი სამარცხვინო ადამიანია რა ჩვენ ველაპარაკებთ რუსეთთან 200 მილიონიანი ბიზნესი აქვს და რო კითხეს არ ვიციო შეკაიდეთ მამიშვილო ის თუ არ იცი ქმარი რას აკეთებს შენი და შენ რა ფულზე ცხოვრობ ევროპაში რა ხდება ის აიდან უნდა იცოდე ხო და ეს კალასი დღესაც აქტიურებს იგი დღეს თქვა ზუსტად რომ აი საქართველოზე დარდობს რა რა ჭირთ ასეთი იმიტომ რომ ჩვენ ესეთი რამე გავუბედეთ რაც არავის არ გაუბედია. და დავისაჯოთ ამიტომ. არა, აი ამიტომ მიდის ამას ვერ აიტანეს. ვერ განსაკუთრებით ამ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც შნირები იყვნენ საბჭოთა კავშირის დროს და ეხლა შნირები არიან. როგორც მაშინ იყვნენ იგივე სიტყვა მაგათ არ აქვს, ის ღირსება მაგათ არ აქვს და სახელმწიფოებრება მაგათ არ აქვს. რასაც უნდა იმას აკეთებინებენ ის აი deep state-ები ხო და მაგაში ეს როგორ მაგას ვერ გპატიობენ. როგორ გავედე? ეხლა მე მინდა გითხრა რომ მე ორჯერ ვიყავი სახელმწიფო მინისტრი და მოლაპარაკები იცი შენ შერიგების საკითხი, ამიტომ ხშირად მიწევდა თქვა სტრასბურგშიც ყოფილვარ, ვენაშიც ყოფილვარ, ჟენევაშიც ყოფილვარ, ვაშინგტონშიც ყოფილვარ და აი განსაკუთრებით ვენაში, იმიტომ ეუთო იქ არის და ზირითადი ეუთო იყო ასე ვთქვა ცხინვალის მიმართულებით. კი, შერეული საკონტროლო კომისია და რამდენი ყველაფერი იქით იმათთან იყო. ბევრჯერ ვარ ნამყოფი იყო. მე ვერ წარმომიდგენია რამოდენიმე დღის წინ მოხდა ფაქტი, რომელსაც არასოდეს ადგილი არ ქონია. მე არ მახსოვს და ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმეს გაებედა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელისთვის ეუთოში, ეთქვა ის, რაც უთხრეს ჩვენმა მაია ბითაძემ, სამხარაძემ და ის რო საოცარი გამოსვლა მახაშვილი რო არის, ეს ახალგაზრდა ბიჭი რა, გონიერი, ნასწავლი, როგორც ეთყობა, განათლებული მაგრამ გარდა ამის ამას ვაჟკაცობა ამას ღირსების შეგრძნება უნდა ამას უნდა იმის შეგრძნება რომ შენს უკან სახელმწიფო დგას რომელიც შენ დაგიცავს აუცილებლად რომელიც ესე ფიქრობს როგორც შენ და რომელიც წაჟდა უკრავს იმას რომ შენ ესე გულწრფელად დაიცავ შენი ქვეყნის ინტერესს ხო იმიტომ რომ რაც მათ უთხრეს ვილსონს იმას რომ თავმოყარეობა ჰქონდეს ის დარბაზში არ დარჩებოდა მე მინდა გითხრათ რომ ეუთოს არსებობის მანძილზე დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობას და მის ხელმძღვანელს ესე ელაპარაკონ როგორც ელაპარაკა საქართველოს დელეგაცია მაგრამ ეს ამან განაპირობა ვილსონი გუშინ წინდელი დღეა ვილსონი ხო ის არ არის ახალი არ არის რა თქმა უნდა და ნუ ეხლა ეგ სამარცხენო კარა მეკთამეხა იმისი რა ქვია იმის ფულით რო იცხოვრებ იმის მე რა ქვია რაგვარი გადარიცხული ამ რაღაც მესიჯებისთვის მინისტრი გაქცეული რო არის თავდაცვის კეზერაშვილის
წარმოიდგინე რა, კეზერაშვილიდან ხრამს რო აიღებ, ხო ვინ უნდა იყო და ეს როგორ ჩანს ახლა მე ხშირად უყურებ იმაში ვარ მეც X-ში და იქ ძალიან ხშირად აქტიურობს იქ ყველგან სულ ხან ერდერეფანში დგას ვიღაცასთან ფოტოს იღებს ხან მეორეს და ნუ ის სამარცხინო ნახე ერთი ვნახე რომ ხაზე შემოსკუპული შემოყავთ ოთახში პალესტინელებს იქ ის სირიელებთან რაღაცა იმ ვასვასებშია აქეთ იმასთან სურათია გადაღებული დერეფანში რა დერეფნის პოლიტიკოსია დერეფნის პოლიტიკო საპიპარაშოს რა ეს სააკაშვილი რო იყო იმაც რო ელოდებოდა ეხლა წესენცესე არის სალომე წესედარობის რა ხან იქ დერეფანში გაჭერდება ხან აქ და ეს სპერანგია გასნილი და შიგნით ტრამპის გამოსახულება აქვს იმაზე მაისურზე ტრამპის გვერდზე დგას და აჩვენებს რომ აი მაისური მაცვია შენი გამოსახულება ეხლა შენ წარმოი ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეა როგორი შეურაცხყოფაა ეს ჰელსინკის კავშირისთვის მე მახსოვს ეხლა მე პატარა 35 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რო დაინგრა და ეხლა 16-17 წლიდან ეხლა მამა ჩემი პოლიტპატიმარი იყო მე გადასახლებაში ვარ დაბადებული და ჩვენთვის ძალიან აქტუალური თემა იყო დისიდენტები და ნუ ეხლა თუ ვინმე იყო საქართველოში ერთ-ერთი მამა ჩემიც იყო ხო და ამიტომ ამ სფერო კარგად მახსოვს და ვინ იყვნენ ჰელსინკის კავშირის წევრები წარმოვიდგინეთ თავს ირავდნენ მერაბ კოსტავარო იყო მარტო 165 დღეღამე კარცერში შიმშილობაში 48 კილო გამოვიდა იქიდან და სინდისის პატიმარი იყო მერაბ კოსტავა და შენ წარმოიდგინე რომ დღეს ამ ვიგინდარებს რა 2 და 3 დღე რო კაპეზეში შედან და გამოდიან ფეიქ შიმშილობები კაია კალასი და ეს იმან კარგად დაარქვა დათო ქართველი შვილმა იმას ურსულა ფონ დერ ბაიდენი დაარქვა ფონ დერ ლაენი კერ ფონ დერ ბაიდენიო და ესე ეძახი მეც რა ეძახიან აი ამას წარმოიდგინე სინდისის პატიმრები ყოფილა ხო მაგრამ უყურე როგორი სიტუაცია მივიღეთ კარგი გავიგეთ ეს საშინელება საზარელი ამბავი მოხდა ვიძახდით და ნუ არა კარგია რომ თავრობა აი ასე იყო განწყობილი და სწორი ნაბიჯები გადადგა და მოვედით ჩვენ მშვიდობით მაგრამ და საზოგადოება დაიყო ასე ღირსეული ნაწილია რომელნებიც მადლობელიც არიან მივიდნენ არჩევნების ჩატარდა ღირსეულად გავიარეთ აი ძალიან რთული და მძიმე პერიოდი დარჩა რაღაცა უღირსი ნაწილი რომელიც აი ესე ქუჩას მიედმოედო რომლებიც დღემდე აგერ სახანსატყიდლობ აი მე 5000 დაგვაჯარი მე 5 და იცი რა გამახსენდა როდესაც მოვედით ჩვენ 2012-ში ხო მაშინ ჯერ კიდევ თუ გახსოვს ჩებოდა სააკაშვილი პრეზიდენტად და ცხადია რომ სასამართლო მის ხელში იყო და როდესაც გამოცხადდა რომ ორ თვეში აი ნელ-ნელა ეს პატიმრები გამოვლენ და ეს ძალიან დიდი რეაბილიტაცია მოხდება პატიმრების მე მივწერე სასამართლოს რომ იქნებ ვინც ავათარიან და მაშინ მე ვიყავი მრჩეველი საჯელოსნობის სისტემაში რომ კი ბატონო ეს ამნისტია გამოცხადდა მაგრამ ვინც ავათარი ვინც რისკის ჯგუფია თქვათ იგივე ჭლექიანები შიციანები და ყავდნენ პატიმრები გაგიჟებულები რისგან გაგიჟებული რომ იცოდნენ რომ რაღაცა ადამიანი როცა რაღაცას აშავებს ხო ჩვენ ფრთიან ანგელოზებზე არ ვლაპარაკობთ რაღაცას აშავებს იცის რამდენს მიუსჯიან და ამ დროს შეცვალა სააკაშვილმა კანონი შეკრებითობა მიიღო და ვისაც უნდა მიიღო 6 და 7 წელი მიუსაჯეს 40 წელი ეს ბიჭები გზადაგზა გაგიჟდნენ ბოკერიას და რამიშვილი რო იყო იქ რამიშვილი ერთ-ერთი ჩვენ ქონდა ესეთი სიტუაცია მერაბიშვილი როდესაც პატიმრები ხურცებს ესე იჭამდნენ და ამიტომ მე მივმართე თხოვნით და მე მაშინ გამომიძახეს სასამართლოში თქვენს რომ მე თურმე ზეწოლას ვახდენ მოსამართლეზე და მე დამშტრაფეს მაგრამ ესე იგი მე დამშტრაფეს იმიტომ რომ მინდოდა რამენაირად ეს ადამიანები დროზე გამოსულიყვნენ ვინც ავათ იყვნენ და დღეს რატომ არ უნდათ ამის გადახდა რატომ ტეხენ და როგორ უნდა გამოვიდნენ ეს სპექტაკლის ნაწილია ხო ეგ უნიჭო მსახიობ აი ეს როგორ დამთავრდეს ეს სპექტაკლი დრამატურგიული ხალხი რას მოიწონს არ სად არა დრამატურგია არ არის აქ რა ეხლა არმაგედონი რო იქნება დრამატურგი ხო წარმოგიდგენია რომ არმაგედო შეგვაშინა რა აი დაგო გითხრა რომ აი დაგო სადაც მისი ადგილია სხვა შორის იქ არის სადაც მისი ადგილი არ არის რა იმიტომ არის ეგრე რო არიან თავგასული ეს არის უნიჭო ადამიანების შეუმდგარი ადამიანების პროტესტია იმიტომ რომ საერთოდ თავის დროზე სცენა იმისთვის იყო თეატრი პროტესტისთვის იყო მოგონილი და ნიჭიერი ადამიანები სცენიდან გადასცემდნენ ამ თავის პროტესტს და საზოგადოებას ესმოდა და იმიტომ დადიოდა თეატრში ხალხი რომ ენახა ის რასაც ვერ ნახავდა თქვა სახელისუფლებო წრეებში და თავის გარშემო ხო ამისთვის იყო შეიქმნა თეატრი და იმათმა თეატრს თავი დაანებეს და ქუჩაში გამოვიდნენ. ხო, მაგრამ ცუდი ფილმი ხომ ჩაღდება და ცუდი სცენას ოდესმე. ხო, ეხლა რა მინდა გითხრა, მთავარი რა არის? ეხლა 86 წლიდან აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ
გამოსვლებთან დაკავშირებით აი ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ხო? მინდა გითხრათ, რომ თავარი, რასაც დასაწყისში ვაკვირდებოდი და ეს არაერთხელ არანაირი დინამიკა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 750,000-მა კაცმა თუ მეტმა ხმა მიცა, ვთქვათ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქართული ოცნების წინააღმდეგ მიცემული ხმები იყო უფრო ვიდრე ვთქვათ იქ ახლა მე ჩემთვის წარმოუდგენელია გახარიას მომიმიცეს რა ანიმაც რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ ასეთი ნაწილიც არსებობს მიუხედავად ამისა ეს არის სექტა ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ სექტას რომელიც იკრიბება რუსთაველზე სექტა ისევ ამბობ შეუმდგარი ადამიანების იმიტომ სხვანაირად ახლა ამდენი დღე ყოველ დღე და ღამე იქ იყო როცა შენ არ გიშლიან შენ საქმეს დღეს ვერავინ ვერ იტყვის ჩვენ 100 დღე ვიდექით რუსთაველზე და საკნების აქცია იყო 100 დღე 12 დღე აკლიათ ამათ კიდეს ჩვენამდე რა მაგრამ მოვლენ ალბათ ხო მაგრამ მაგაში არ არის საქმე მაგრამ მაშინ ჩვენ შეზღუდული ვიყავით ყველა მხრიდან ამათ არც სამსახურს უშლის ხელს ჩვენი ოჯახის წევრები ყველა ამიტომ ვიძახი მიუხედავად ხო და ეს არის სექტა რომელიც არ მარტო ეხლა 4 პოლიტიკური ორგანიზაცია, ერთი 50-ია არასამთავრობო ორგანიზაცია და მე მინდა გითხრა თავის დროზე იმან კაპიტანმა გიგაურმა რომ მიჩივლა, როდესაც მე ვთქვი რომ ეს რიგარეშე წოდება მიიღო იმაში რომ 7 ნოემბრის ჯალათები დააჯილდოვა და მერაბიშვილის ხელით მიიღო რიგარეშე წოდება იმის კაპიტანი და ვთქვი რომ მეთქი ამის საბუთები არსებობს და მიჩივლა მოუგი ყველა სასამართლო მაგრამ იქ იყო საინტერესო რომ ჩემმა ადვოკატმა მოიტანა საბუთი სადაც ეწერა რომ ეს არის 5 წლის წინანდელი ამბავი 19 მილიონი დოლარი ჰქონდა მიღებული იმ დროისთვის უკვე იმას რა ქვია კაპიტან გიგაურს და მე ვკითხულობ რაში დაიხარჯა ეს ფული, ხო? სად მიდიოდა ეს ფული? 19 მილიონი დოლარი შენ ხუმრობ საქართველოს მასშტაბით. ნუ რამდენი ყავს ოფისში? ერთი 10 კაცი არიან ალბათ, არც არიან ალბათ და რასაკეთებენ? წერენ რაღაცას. და შენ ვინმე დამაჯერებს, რომ ეს 19 სად მიდიოდა ეს ფული? აი რუსთაველზე მედის ეს ფული და არა მარტო ეს ფული. ჩვენ ვნახეთ 51 მილიონი, რომელიც გაცხადა და ორჯერ 51 მილიონი არ გაცხადდა. და ეს ელჩები თავს რო იკლავენ ახლა ეს ბრიტანეთის ელჩი, გერმანიის ელჩი და საფრანგეთის ელჩი და ის ჰოლანდიის ელჩი რო არის. ხო? თავს რო იკლავენ ახლა რო რეაბილიტაციას ცდილობენ თავისი უმსგავსოს აქციელი საქართველოსთან მიმართებაში, ხო და აქეთ გვაბრალებენ რომ ჩვენ ვიძახით ტყუილს. ეს ყველაფერი დადასტურებულია უკვე, ამას წყალი არ გაუვა. რას ჩადიოდნენ აქ, ხო? რატო უპირისპირდებოდნენ იმას? თავისუფლებას ვერ გპატიობენ, თავისუფლების მოყვარეობას ვერ გპატიობენ, ღირსებას ვერ გპატიობენ. ვერ გპატიობენ იმას, რომ შენ უთხარი რომ ჩემი ინტერესებია მთავარი. და რაც მთავარია ეს მარტო მთავრობა მაგას ვერასოდეს მარტო ვერ განახორციელებს. ქართული საზოგადოება ეს 30 წელი მეტი ახლა აბა 90 წლიდან რამდენი წელია უკვე 35 წელია თითქმის დავდივართ ხო ამ უდაბნოში არა სასწაულად წარმოუდგენლად ეს ჩამოყალიბებული შემდგარი ქვეყანაა შემდგარი საზოგადოებით რომელსაც საკუთარი ინტერესები იცის რა არის, იცის როგორ დაიცვას და იცის რა მოთხოვოს მთავრობას. და როგორ არ ჩაჩეხოს ქვეყანა. რა მოთხოვოს მთავრობას. იმიტომ რომ ხო გეუბნები მიუხედავად იმისა, რომ იმ 750,000 კაცს არ მიუცია ხმა ქართული ოცნებისთვის, არც ერთი კაცი არ დაემატა აი ამ უგუნურებას, ამ ბოროტებას, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ახლა ხაზარაძე რას წარმოადგენს? აი ხა დღეს იმაზეა ლაპარაკი. რომ აი ეს დღეებია და წითელი არმია შემოვიდა 21 წელს, ხო? და 1999 წელს ხაზარაძე წითელ არმიასთან ერთად, როდიონოვთან ერთად იდგა და მე ვხედავდი მაგათ. როდიონოვთან ერთად იდგა და როდიონოვთან ერთად გვარბევდა ჩვენ და დღეს გველაპარაკება საქართველოს იმაზე ღირსებაზე და ვინ გველაპარაკებიან? გიგი წერეთელი ეს კომკავშირელი. მაგას კომკავშირის დივნები იყვნენ სულ ყველა. მე ძალიან კარგად მახსოვს, მე არ მინდა და კომკავშირი. მე გეუბნები ეს წარმოგიდგენია შენ. როდიონოვთან ერთად არბევდნენ ქართველ ახალგაზრდებს, ხო? აი ზუსტად იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ცდილობდნენ, რომ საქართველოს ღირსება, მისი წარსული, მისი მომავალი ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის. სამწუხაროდ შევარდნაძემ ბევრი სუფლება მისცა შემდგომ. ხო, ნუ ეხლა შევარდნაძე საერთოდ ისეთი ფიგურაა, მაგალითად ალკე ლაპარაკი ღირსება, ძალიან ბევრი რამე დღეს თუ საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანაა და მსოფლიოში ასე თუ ისე საქართველოს გაიცნეს, ეს
შევარდნაძის დიდი დამსახურება ამაში, თუმცა მენტალობა კომუნისტური ქონდა და გარშემოც იმიტომაც ვერ გაძლო. ფიგურები მაინც მისი შექმნილი იყო. გარშემოს სუსტ უკავშირლები ყავდა, იმიტომ სხვებს არ ენდობოდა რა. ეგ არის იმიტომ ამბო პარადოქსალურ. ხო და იმიტომაც გამდიდნენ შევარდნაძის. აბა საიდან ის კნიაზი ვკნიაზი რუსები რო იტყვიან ხშირად. ხო ეს ექსკლუზიური უფლებებით ბორჯომზე იქ იმაზე მაგაზე არ ვამბობ რა, სინდისი თავმოყარეობა ხო უნდა კონდეს. მე ახლა არასოდეს იმის მომხრე არ ვიყავი რომ ადამიანს წამოძახო წარსული და მით უმეტეს თქვა აი ლოგოს ლანა ღოღობერიძეს გუშინ წინ გამოდიოდა და მამამისზე ლაპარაკობდა თავმოყარეობა რო კონდეს საერთოდ ამ სახელს როგორ უნდა ახსენებდე სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში ჯერ სისხლის გუბეები დააყენა საქართველოში დახოცა მთელი ასე ვთქვა თავადაზნაურობა და ეს ვინც წარმოადგენდა საქართველოს მე აზერბაიჯანში წავიდა და აზერბაიჯანი დახოცა ნახევარი და ეს ქალბატონი გველაპარაკება რომ რაღაც კარგად ღეროდა და კარგად ცეკვავდაო რამდენიმე დღის წინ ლაპარაკობდა. ეს კომპლექსია. ხო და მაგაშია საქმე. კარგი, როგორ მთავრდება არა, ეს თავდება კარგად, იმიტომ რომ აბა ნახე რა მოხდა. ხო ჩამოიშალა, დამთავრდა ეს დემოკრატიის ზღაპარი, რომ იქ რაღაც ადამიანის უფლებებს იცავენ და იქ დემოკრატია, სადღაც ევროკავშირი. ევროკავშირის მომავალი არ აქვს, ცალსახად, ეს ჩანს უკვე. შეხედე რა პროცესები მიდის, გუშინ გაიმართა არჩევნები გერმანიაში და მეორე ადგილზე ალტერნატივა გერმანიისთვის გავიდა. თუმცა ისინიც ძალიან ვინც პირველზე გავიდა, ისინიც გუნთან ახლოს მაინც არ არიან. არ არიან, იმიტომ რომ როგორ იძახენ. ხო, რა თქმა უნდა, არა, ეს საომარი რიტორიკა ეგ არის შიში რუსეთის. ეგ არის შიში, იმიტომ თვითონ ესმით რომ არაფრის თავი არ აქვს. 3 წელი ქონდა შესაძლებლობა, რატო არ შეიყარეთ, რატო არ შეაგროვეთ ეს იარაღი თუ ესეთი მეომრები ხართ, ხო? და თუ ესეთი ომის ასე ვთქვათ მიმდევრები, აქამდე სად იყავით? 3 წელიწადი, 3 წელია ომი მიდის. მიდი გადაჯეგი, მიდით, აბა ნახეთ ერთი ისი მაგნისები ხართ, ხო? ლა მეტი არაფერი. ესე იგი წინა ეხლა ითხოვენ რომ 18 წლამდე ბავშვების გაგზავნა უნდა თომში რა, თხოვენ. წარმოიდგინე რა დღეში ეს უკრაინა რა დღეში რას უშვებიან, ეს ამარცხინო ხალხი ესენი. ამას ეს ხო ისტორიაში დარჩება ყველაფერი, ამას ხო ვერ გაექცევიან. ვერც ეს ევროკავშირელები, ვერც ის ბაიდენელები, ვერავინ ვერც ეს აკაურები ეს მახინჯები სულით. ვერ გაექცევიან იმ უბედურებას, რაც დაატრიალეს იმ ქვეყანაში, სისხლის ყალობს, ხო? ვერ გაექცევიან. ეს ბოროტი მასხარა ესა, ეს მე ხო ვიცი ეგ როგორ დაამთავრეს, მაგას რა თქმა უნდა ლაპარაკი. თვითონაც ის გადასაროთ, იმიტომაც არის. ხო და იმიტომ რომ გასაგებია, დღესაც კიდე იქით იმას აწვევა, რომ იარაღი, ფულია, მეტი არაფერი პირზე ეგ აკერია. არა, გამცვალეთო, ნატოს ევროპაზე გამცვალეთ, ხო? და მაგაშია საქმე, შეხედეთ რა ჩვენ კიდე მასშტაბი, იმ კატასტროფის მასშტაბი არ გვესმის, არ ვიცით კარგად გვატყუებენ. ეს პათოლოგიური სისრუეა პრესაში, პათოლოგიური. სამწუხაროდ. ხო, ადამიანები ის რო გაცხადდება რა, ყველაფერი რო დაიდება და ყველაფერი რო გაცხადდება, კაცობრიობას გააჟრჟოლებს იმ უბედურებისგან, რაც უკრაინაში დაატრიალეს ამ ყველამ ერთად და ეს გასაგებია, ეხლა ნაბუხოდონოსორია და რაც არსებობს კაცობრიობა, იმის მერე ადამიანები ომობენ ერთმანეთთან, არაფერი ახალი აქ არ ხდება. ერთი დღე ისეთი კაცობრიობის ისტორიაში მასმერე რაც კაენმა აბელი მოკლა თავისი ძმა, ერთი დღე არ ყოფილა ომი რო არ ყოფილიყო, სულ ომი მიდის, ამიტომ ეხლა განსაკუთრებით ისინი სხვები რო ომობდნენ, ტკბილად ომობდნენ, ალექსანდრე მაკედონელი ხალხს არ კლავდა, იმან ნაპოლეონმა ევროპას არ გადაუარა, გიტლერმა, იმან სტალინმა, ვინც გინდა, იმან რა ქვია, შეიძლება ესე დაგებრმავებინა თვალები, ხო? გასაგებია რა არის და როგორ არის, მაგრამ მაგაში პრაგმატული პოლიტიკა, მაგაში მდგომარეობა და პოლიტიკა მაგისთვის არის მოგონილი, რომ ესეთი რამე თავიდან აიცილო. გიორგი ბრწყინვალე, ხო? ქართველი მეფე, გიორგი ბრწყინვალე, ხო? აი როცა გესმის ეს თუ არიცი კარგად მისი ისტორია, წარმოგიდგენია რომ ალბათ დაანგრია და მიანგრია და მოანგრია ომები. არა, შემო დიპლომატიით. იმიტომ დაარქვეს ბრწყინვალე, ერთადერთი მეფე ყავს ბრწყინვალე, რომელმაც ახლა იქ ლოკალური რაღაცა ბრძოლები კი იყო, მაგრამ ომი როგორც ეს თქვა დიდგორი გიორგის არ ქონია როგორც დავით აღმაშენებელს, ხო? თავისი ჭკუით, თავისი დიპლომატიით, გონებით, ასე ვთქვათ, იმ გამჭრიახობით, ალღოთი და ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე დაარქვა.
აი მაგაშია საქმე რა. რო აცილებ შენ ქვეყანას უბედურებას და იმას რაც დღეში არის დღეს უკრაინა ეს არის წინვალე მოქმედი ეგ არის დიპლომატია. გოგო მე პატრიარქის სიტყვებს გაგახსენებ რომელმაც თქვა რომ ძალიან ცუდია გემის კაპიტანი რომელიც ხედავს აისბერგს და ეჯახება როცა შეიძლება მოუარო. პირდაპირ აი უკრაინა წავიდა და დაეჯახა. როცა შეიძლება მეცას გეტყვით რა ბრიტანეთი ამას მოიმკის. და ბაიდენიც მოიმკის და იმკის კიდეც ბრიტანეთის და ამერიკა იმკის ბრიტანეთი აბა ჩადე ერთი ნახე რა ხდება იქ. იმიტომ რომ ჯონსონს აეს სისხლი აეს იმის მერე სტამბულის მერე რაც დაიყვარა ჯონსონის კისერზეა მის ხელებზეა და აი ამ ზელენსკის იმიტომ რომ იქ შეთანხმება იყო პრაქტიკულად რაცაც დღეს ვერც წარმოუდგენიათ და ვერც კი მიიღებენ იმის ნახევარ მეათეც ვერ მიიღებენ იმისას რაც გაწერილი იყო სტამბულის ხელშეკრულებაში პრაქტიკულად თელი მოთხოვნები მაგათი რეალურად იყო დაკმაყოფილებული. შენ იცი რა არის მოლაპარაკებები და მე მახსოვს შენ რა მრავალსაათიანი მოლაპარაკებები რომელზეც შემჯდარ ხარ და რაღაცა საკითხი არის სადაც შენ ან თავიდანვე ალღოს აუღებ და იმარჯვებ ან მერე დროში თუ გაიწელა თუ რაღაცა კიდე რაღაც შეცდომები მორჩა მოლაპარაკების პროცესი ეს არის. ხო და იმიტომ ამბობ რომ ეხლა ვიცი ყველაფერი მიცეს ხელში. 48 ხელშეკრულება მაქვს თავის დროზე გაფორმებული ხელმოწერილი საერთაშორისო და ასე შემდეგ და 100 რაუნდი მოლაპარაკებები მაქვს და თარავითარებაში ომებში და ომის დროს და რავი გუდაუთაში ვარ ნამყოფი და 4 ჯერ და სად არ ყოფილვარ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ხელოვნებაა. ხელოვნება იმიტომ რომ გათვალო ზუსტად თქვათ რა შეგიძლია რეალურად რა დგას თქვათ რა მოთხოვნები დგას დღის წესრიგში ეს უნდა გაითვალისწინო და პირველ რიგში უნდა აცილო ცეცხლი შენ ქვეყანას რაც სააკაშვილმა არ გააკეთა კი არა განზრახ გააკეთა და ის პარიზელი ხაჯუნა ეხლა რაღაცებს ლაპარაკობს თავის დროზე რო იძახდა რომ ცეცხლიო სააკაშვილმა გახსნა ცეცხლიო ეხლა აღარ გახსნა ცეცხლი სააკაშვილმა ეხლა ისა რა ქვია ეს ფარულავები და ისენი რა ქვია ბოკუჩავები და ისენი ცეცხლის გამხსნელები აღარ არიან ეხლა მეგობრები არიან ან და თავმოყვარეობის ნასახი ხო უნდა კონდეს გვარამიასთან ერთად შეიძლება დადგე გვარამიასთან ერთად. მთელი კოჰორტა არის ასეთი ხალხის ასე. აი გარი მაგაშია საქმე და მე ქართულ საზოგადოებას მინდა და იმ ახალგაზრდებს მიმართო პირო თქვენ გესმენთ ვის გვერდზე გიხართ უთავმოყვარეობი ადამიანების ვისთვისაც არაფერი ფასეულობები არ არსებობს. ოღონდ პირადი რაღაცა მიზნები ეს მათთვის ასპარეზია. აბა წარმოგიდგენიათ შეიძლება გახარია და ხაზარაძე ერთად იყვნენ? გვარამია და ზურაბიშვილი ერთად იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან შეიძლება გაერთიანება იმ ხალხის ვინც ახლა იქ დგანან ხო ვითომ წარმოგიდგენია შენ ეს ხო დიდი ტყუილია ამას ვინ ჭამს იმიტომაც არის რომ ერთი კაცი არ ემატებათ აი დინამიკა ერთი აი 750,000 კაციდან არავინ არ ემატ აი სექტა ეს აქტივი პარტაქტივი და ეს პარტაქტივია იმიტომ რომ ისი არასამთავრობოები არიან ეგენი არიან არასამთავრობოები გაძეძგილები ამ შავი ფულით ხო ამ კეზერას ფულით რო იცხოვრებ თავმოყვარეობა უნდა კონდეს კეზერაშვილის ფულს ნაძარს ფულს ჯერ ჯარი გაძარცვა მერე პენსიონერები გაძარ თუ რამე ნაძერლობა ყველაფერზე ხელი აქვს მოწერილი და ამ ხალხის ცხოვრობს ჩვენ ალბათ ამ თემაზე შეგვიძლია დილამდე ვილაპარაკოთ მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო აქ მოსვლისთვისაც იმ შენი არაჩვეულებრივი ფილმებისთვის იმიტომ რომ თუ რამე დარჩება ამ ქვეყანას და მემატიანეს თუ ვინმე ქმნის შენ ხარ დღეს და ძალიან დიდი მადლობა მე კიდევ მინდა რომ აი ესე ძალიან ოპტიმისტურად დაგემშვიდობო და გითხრათ რომ ყველაფერი კარგად არის სახელმწიფოს ხელი უჭირავს პულსზე და ნამდვილად წინ მხოლოდ კეთილი და ბედნიერი დღეები გვაქვს მადლობა იმედს რომ არსებობს იმედი ეგ თავის დროზე ჩემმა ძმამ ჩემმა მაგაცმა პატრიკაციშვილმა ისეთ რამეს საფუძველი რაზეც საქართველოს დგას დღევანდელი საქართველოს იმედზე დგას გამოიღეთ იმედი აი ეს ბიჭები და გოგოები ვინც აქ არიან რა შეურაცხყოფის რა წნეხის რა იმის ქვეშ მუშაობენ და სიმართლე მოაქვთ სიმართლე და თუ იმარჯვებს დღეს საქართველოს აი თქვენ ხალხის იმედი დიდი მადლობა გემშვიდობებით შემდეგ ორ შაბათამდე